პირველი დამსაქმებლები უფორმებენ კონტრაქტს, რომელიც ეფუძნება სამოქალაქო კოდექსს და არა შრომის კოდექსს და ეს ბევრად ნაკლებად დაცულია ამ შემთხვევაში ადამიანი რა. იმიტომ რომ შრომის კოდექსით იქ მალე ვერ გააგდებ ადამიანს და ამ სამოქალაქო კოდექსით შეუძლიათ რომ იმავე დღეს შეუწყვიტოს კონტრაქტი და გაუშვას სახლში. ხო, არის კიდევ ესეთი ანუ საქართველოში ადგილობრივი სააგენტოებისგან ღებულობენ ინფორმაციას, რომ მაგალითად მაღალი ხელფასია. რეალურად აქ ჩამოვიან ხდება სრულიად სხვა სამსახური. ანუ ადამიანი როცა მოდის საქართველოდან აქ